საზოგადოებრივი პროკურატურის ფარგლებში პრობაციონერთა დასაქმება გრძელდება. ბათუმის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით დღეს სამშენებლო კომპანია ორბში ერთ-ერთი პრობაციონერი დასაქმდა. იგი დამხმარე მუშის პოზიციაზე დაწინაურების პერსპექტივით აიყვანეს. უკეთეს პოზიციაზე გადასვლა მის მიერ გამოჩენილ უნარებზე იქნება დამოკიდებული. ხელშეკრულების მიხედვით პრობაციონერის ყოველთვიური ანაზღაურება ამ ეტაპზე 450 ლარია. დამატებითი საათებით დატვირთვის შემთხვევაში კი ასევე დამატებით ანაზღაურებას მიიღებს. პროექტი საზოგადოებრივი პროკურატურა 2011 წლიდან ხორციელდება. სამშენებლო კომპანიაში წელს 3 პრობაციონერი დასაქმდა. დასაქმების კანდიდატებს დანაშაულის ხარისხისა და სოციალური ფორნის გათვალისწინებით არჩევენ. პროექტი მიზნად პრობაციონერთა რესოციალიზაციას ისახავს. Რა თქმა უნდა, სოციალური ფაქტორია აი ამის გამომხატველი. ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ არაერთი ღონისძიება ჩაატარა, როგორც სპორტული, ასევე ინტელექტუალური, არაერთი პრობაციონერი იქნა დასაქმებული და დღევანდელი ჩვენი ღონისძიებაც აი იმის გამოხატულება არის, რომ ხელშეკრულების საფუძველზე შეირჩა პრობაციონერი, რომელიც დასაქმდება ორბი ჯგუფში. ნაკლებადზევე კატეგორიის დანაშაული ქონდა მას ჩადენილი. ვფიქრობთ, რომ მისი რესოციალიზაცია შესაძლებელი არის და აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება. მოხარული ვარ, რომ დავსაქმდი. დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემს დასაქმებაში.